და განვაგრძობთ გამოშვებას. რუსთავიორის საქმე იყო მთავარი თემა, რომელზეც საუბარი მოუხდა პარლამენტის თავმჯდომარეს მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. არასამთავრობოებმა ირაკლი ყობახიძეს შეკითხვები მედია პლურალიზმისა და სასამართლო დავაზე დაუსვეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მე-19 მოწვევის პარლამენტის პრიორიტეტები, სამოქალაქო აქტივისტებს განსაკუთრებით აინტერესებდათ მოსმენების შესახებ კანონმდებლობის, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებები. იყო კონკრეტული ინიციატივები წარმოქმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ და ჩვენ შევჯერდით შემდგომი თანამშრომლობის ფორმატებზე, პერსპექტივებზე. თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს დემოკრატიულ განვითარებასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, სოციალურ განვითარებასთან, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან. რამდენიმე თემაზე აქცენტის გაკეთების შესაძლებლობა გქონდა ჩვენ დროის ამონაკვეთში და ერთ-ერთი იყო მედია პლურალიზმის და ზოგადად მედია გარემოს თემა. ამ კონტექსტში იყო რა თქმა უნდა საუბარი რუსთავიორის საქმეზე და გადაკვეთა ჰქონდა მას სასამართლო თემასთანაც ბუნებრივია. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მედია პლურალიზმი მათი ხელისუფლებისთვის არის მნიშვნელოვანი მიღწევა და ამ მიღწევას ისინი განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ. რა თქმა უნდა ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან და ჩვენ კვლავ ძალიან ყურადღებით ვაგვირდებით ამ საქმეს. რუსთავიორის თემა არის გამოწვევა და ეს არის ლაკმუსის კაღალდი, ეს არის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადალახოთ ჩვენმა სახელმწიფომ, იმიტომ რომ როგორც კი რუსთავიორის მიმართებით არასწორად მოიქცევით, ჩვენ ძალიან უკან დავხევს. მე მგონი ახლა ამას ყველა აცნობიერებს. ჩვენ ყოველ შეხვედრაზე სადაც არ უნდა ვიყოთ საქართველოში, საქართველოს პარლამენტზე ამ თემას აუცილებლად ვახსენებთ და რუსთავიორი ძალიან პრინციპული საკითხია. ჩვენ არ გვაქვს უფლება უკან დავიხიოთ, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ. აი როგორც კი გავაფუჭებთ საქმეს და მათ შორის რუსთავიორთან, ეს იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა. ჩვენ და ყველაზე სერიოზული გამოცდა ჩვენი პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ აქ რაიმე შეცდომა მოგვივიდეს. თქმა უნდა საუბარი იყო მედია პლურალიზმზეც და ფაქტიურად მივიღეთ პირობაც კი პარლამენტის ხელმძღვანელობისგან, რომ ისინი მუდამ იზრუნებენ მედია პლურალიზმზე და არ დაუშვებენ თქვათ შეზღუდვას მედია თავისუფლებისა. საინტერესო ის არის, რომ შევთანხმდით მომავალი თანამშრომლობის გარკვეულ ფორმებზე, მაგრამ რა თქმა უნდა მეტად დაზუსტდება ამ ურთიერთობისა და თანამშრომლობის ფორმები. მთავარი ის არის, რომ ჩვენ დავინახეთ პარლამენტის დღევანდელი ხელმძღვანელობისგან მზაობა იმუშაონ არასამთავრობო სექტორთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე.